გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ესე იგი, სულ სხვა რაღაცის გამო მინდოდა ჩამეწერა ვიდეო ლაივი, რადგან ჩემს გვერდზე ამდილით დავდევი ერთი ვიდეო, რომელი ვიდეოც საერთოდ გამქრალი იყო არქივებიდან და მომაწოდეს შემდეგ, რომელიც ეძღვნებოდა და როგორ გითხრათ ახლა ვიღაცისთვის შეიძლება მნიშვნელობა არ აქვს ამას, ვიღაცისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის რეალურ გვარს თუ ვინა, საიდანა პოლიტიკაში როცა მოვიდა და ზოგი იძახდა ივანიშვილია, ზოგი იძახდა ივანაშვილია, ასე შემდეგ და აი ტიტიმს ჰქონდა ადრე გამოკითხვა ჩატარებული იქ, რეპორტაჟივით ჰქონდა, რომ ეს კაცი ივანიშვილი კი არა, ივანაშვილიაო. ახლა საქმე რაშია, იცით? ოღონდ არნაირი მნიშვნელობა არ აქვს. კი, ერთ რაღაცაში ვეთანხმები, ივანიშვილია თუ ივანაშვილია. რა გვარისას გინდა ის იყოს. ოღონდ ქართული საქმე აკეთოს, ოღონდ საქართველოს სიკეთე მოუტანოს, მაგრამ რო არა ასე ამაშია უბედურება. და საერთოდ რაშია საქმე, იცით ხალხო? ადამიანი მის გვარს რომ დამალავს, ესე იგი იმას აქვს რაღაცა დასამალი. და ეს ქართველი იქნება თუ არა ქართველი იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე არ ვცემ იმ ადამიანებს პატივს, რომლებიც სხვა ეროვნების შვილები არიან და გვარის ქართულად იკეთებენ. იმიტომ ისინი იმ ეროვნებასაც ღალატობენ. და ისინი არასდროს არ იქნებიან საქართველოს პატრიოტები. და მის გვარზე მყოფი ადამიანი და მისი გვარის მატარებელი ადამიანი, რომელიც საქართველოს პატრიოტი იქნება, ის მე 10 მაგათ და 100 მაგათ მიყვარს. ძალიან მარტივი რაღაცა აქვს და უბრალოდ ეს დავდევი, იცით? და ეს მარტივი ფორმულა ახლა საქართველოა და ყველა ჩვენი გვარი თუ ამაყობს და ყველა ჩვენი გვარის რაღაცა ისტორიები ვიცით, საგმირო და დადებითი და რაღაცა და არასდროს არ ყოფილა იმის დამოკიდებულება საქართველოში, რომ რა მნიშვნელობა აქვს, ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელობა, ვისი გორის იყავი და არ დაგავიწყდეს, ვისი გორისა ხარ. მაგრამ რატომღაც ესეთი რაღაცები პოლიტიკას რო ეხება, აქვს სუფთა ისა, რა ქვია, ებრაული სტანდარტი მოქმედებს. როცა ჭირდება ებრაელია, როცა ჭირდება ქართველია. სიტუაციიდან გამომდინარე. დავდევი ახლა ეს ვიდეო კარგახნისა მომაწოდეს გამქრალი იყო და ატყდა მთელი ისტერიკა. სრული ისტერიკა ატყდა. თქვენ ვინა ხართ? თქვენ რაში გაინტერესებთ? თქვენ ასე, თქვენ ისე. ბიჭო, ამ იდიოტ ხალხს მინდა უთხრა, ვინც ახლა ამას ამბობს, რომ რაში გაინტერესებს. კაცი მოდის იმისთვის, რომ ქვეყნის ბედი ჩაიბაროს, ხო? და ერის და ქვეყნის მომავალი მარტოს. 2012 წლის სიუჟეტი არის. ჯერმა არ უნდა იცოდეს ვინა, საიდანა, ვისი გორისა, რა ჯიშისა, რა წარმოადგენს, ეს თურმე არ ყოფილა მნიშვნელოვანი და აი იცით რა რაღაცა აი ისეთი რაღაცეები იქნა დაკომენტარებული, რომ აი ცოტა გამიკვირდა, თუ ცოტა მართლა გამიკვირდა, იმიტომ რომ მათ შორის აგერ სვანი კაცი არის, უშგულები არის და ძირითადად ჩარქსელიანები და მიმტკიცებს, რომ კაცისო მთავარი სახელიაო და გვარიო, რა მნიშვნელობა აქვს კაცო. გამკვირვებია სიმართლე გითხრა, ამ დონეზე როდესაც და იქ უამრავი კომენტარია ასეთ დაწერილი. და მინდა აი მოვუბრუნდე ერთ ელემენტარულ რაღაცას. ადრე ყოველთვის იკვლევდნენ ვინ ვისი გორის იყო. ახლა ეროვნება არაა საჭირო, მამის სახელი არაა საჭირო, ახლა გვარიც არ ყოფილა საჭირო და ასე შემდეგ. კაი, ახლა დავიჯერებდი ამას, რომ აკეთებდეს ქართულ საქმეს და ვიტყოდი, ხო, კი ბატონო, არა, ესეთი ადამიანის უბრალოდ ვერ გააკეთებს ქართულ საქმეს. და ამ გამოკლეებულ, ამ გამოჩლუნგებულ ხალხს მინდა ვკითხო. ხალხო, სააკაშვილი რო საკიანი იყო და
რო ყველა წიოდით და კიოდით დღევანდელი ქოცები სააკიანია მაგი ქართველი არა და შორს რა თქინდათ კაცო წასვლა ეგერო სტურვა რო ხავთ ის პუჩისტი ნაბოზვარი ჩათლახი 1000 გადანახტომი ვითომ დიდი ქართველად რო ხავთ ესე წარმოჩენილი რობერტ სტურვამ არ თქვა არაო ქართველიო სომეხიაო და ჩემ ქვეყანაშო ქართველი უნდა მართავდესო და ამიტომ კაციო გვარს მალავსო ჯო თუ სააკაშვილზე შეიძლებოდა რომ სხვა გვარის ყოფილიყო და სხვა გვარით ყოფილიყო პრეზიდენტი ივანიშვილზე იგივე სტანდარტი რატო არ მიიღება არც ივანაშვილია არაფერს არ ვერჩი მე არც ივანიშვილებს და არც ივანაშვილებს მაგი არც ივანიშვილია და არც ივანაშვილია სინამდვილეში ხოხაშვილი არის და ებრაელი არის ყველამ კარგად იცის მაგი კარგად იციან ეს რო 100 არის მაგრამ საქართველოში ამის თქმა არ შეიძლება და რატომ ალავს ადამიანი რატო არის შეფარებული ამ ყველაფერს აი ამაშია საქმე და თქვენ ხალხო უკვე ისე ხართ დაჩლუნგებული და თქვენ ისე ხართ დადებილებული და მე ერთ სტანდარტს მივაგენი თავარია საქართველოში ფული გქონდეს თავარია საჭირო კაცი იყო თანამდებობა გქონდეს არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნები შენ იმ წუთში გაგხდიან გაკურთხებენ საქართველოს მეპეთ შენ იქნები ყველაზე ისა რა ქვია საუკეთესო ადამიანი რატო იმიტომ რომ აფირისტებითაა სავსე ქვეყანა იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის მასა უმრავლესობა არის თაღლით უცხოვრებას არის სიყალბეში ცხოვრებას ტყუილში ცხოვრებას მიჩვეული შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ პირფერობა აფირისტობა და მორჩა და დამთავრდა არაფერი არ აინტერესებთ მეტი ახლა მე მინდა გკითხოთ აი ამ კატეგორია ადამიანებს ნუ კაი ივანიშვილია ივანაშვილია თუ ისა ნიშნულობა არა აქვს ქართულ საქმეს აკეთებს რა არის ივანაშვილის თუ უბრალოდ ხოხაშვილის ისა რა ქვია გაკეთებული ქართული საქმე ნუ კითხვასო რას ხედავთ თქვენ რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი რომელიც ქართველი ადამიანის გულს და სულ სიმშვიდეს მიცემდა რა გააკეთა გეკითხებით დაგიჩემებიათ სამება აშენაო ჯერ კი სამება მაგის აშენებული არა და მერე და მეორე რა მნიშვნელობა აქვს იმ სამების აშენებას თუ კი იქ რაც ხდება ის უნდა ხდებოდეს სავაჭრო სუპერმარკეტად როა გადაქცეული იქაობა და მილიონები თუ არა გაქვს ერთ ჯვარს დაიწერო ვერც ბავშვს მონათლავდა ვერც იმას და გადაქცეული რო არის იქედან მისი რა ქვია შევარდნაძის და ჟვანიას და ამ ხალხის გამოსასვენებელ პანთეონად როა გადაქცეული რა გააკეთა სხვა პირველ რიგში სამართლიანობა მოუტანა ქართველებს მაგის ხელში ქართველმა ერმა ამოისუნთქა არა ეკონომიკური მდგომარეობა რო ქართველი გლეხის ქართველი ადამიანის ბუნებას გაეხარა ქართულ სოფლებში სიცოცხლე დაბრუნებულიყო გააკეთა არა ელემენტარულ ახლა ამის გამკეთებელი რო იქნება ისიც იმასაც ვერ გააკეთებს რომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს აღადგინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რამე წინ ნაბიჯი გადადგა პირიქით ბოდიში მოუხადოთო ვინ ჩემი ფეხებია ხოხაშვილი ივანიშვილი ესა რა ქვია ქართველი ერის სახელით ბოდიში ხდიდეს და პირველ რიგში თუ ინვესტანაა საერთოდ ბოდიში მოსახდელი ქართველი ერთანაა ბოდიში მოსახდელი მაგ გაქსუებული ადამიანებიდან თუ ქართველი ერის ქონებას სვამენ ჭამენ საქართველოს ანგრევენ ათახსირებენ და ქართველებს დებენ ბრალს ხო რა გააკეთა ასეთი ამ ადამიანმა რომ აი ვთქვათ ივანიშვილზე მაგარი ქართველიო იმიტომ რომ ვიღაცა ნაბოზვარი წითელი ინტელიგენცია დააძღო რომელიც საკუთარ ეროვნულ ხელისუფლებას ტყვიას ესროდა და საკუთარი ეროვნული ხელისუფლების იმაში რო იყო რა ქვია ოპოზიციაში ჩამდგარი ეს გააკეთა ხოდა ჩემო ძმაო გაიწიონ მერე კი ბატონო ბაგრატიონი იყოს თუ გინდა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს უბრალოდ მე ვამბობ რას იცით გენეტიკა თავისას შვება ყველა
ისე მოიქცევა და ყველა ისე გააკეთებს საქმეს, როგორც გენი და სისხლი უყივლებს. და ამ ადამიანს უყივის ჩარჩი ვაჭრობის, ამ ადამიანს უყივის მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატიზმის და ვიგოდნიკობის სურვილი და ასე მოაწყო ქვეყანა და ასეთი ვიგოდნიკები არიან მთლიანად მოყოლებული მთელი საქოცეთი. და მისი მხარდამჭერი ფანები, ღმერთმა დალოცოს ბიზინა, დიდი კაცია, კაი კაცია, დიდი ჯიბი აქვს, ბევრი პული აქვს. ხო, ასე. საუბედუროთ, უბრალოდ სამ შემოვიდოდი, სადამდე შემოვიდოდი, ხო? მანამდე ერთი პოსტი შემხვდა და დღეს თურმე კაცო, მე არ მახსოვდა ამ სულაძაღლებულის დაბადების დღე თუ იყო, აგე რა, ლალის ედო მარუშკინას. ჩემი დიდი პედაგოგისო, ედვარდ შევარდნაძეო 98 წლის გახდებოდაო და მერეო გვიკვირთო საიდანო ასეთიო ხლართვაო და დიდი სკოლა გავიარეო, კარგი მოწაფე ვიყავი. შევარდნაძის დაბადების დღე ყოფილა, შევარდნაძის თურმე დღეს და ლალი მოროშკინა გიждდება შევარდნაძეზე და ლალი მოროშკინა გიждდება ბიძინეზე. ეს ახლა პირადად რო არ ვიცნობდე, კიდე ალბათ სხვანაირი რამე იქნებოდა, მაგრამ როდესაც ახლა ესეთ აქ ამ ადამიანს თავისი პლუსები და თავისი იმას მე ვერ დაუკარგავ. თუნდაც იმას ვერ დაუკარგავ, რომ იმ ციხეში წამების დროს იმ ხალხის მიმართ ხმას როგორ იღებდა, ვერც იმას დაუკარგავ, რომ ის ბიჭები სისხლიდან რო იცლებოდნენ, ერთადერთი ცნობად სახე იყო იქ, ვინც ამოვიდა, მე თავისას ვერავის ვერ დაუკარგავ, კაცო, მაგრამ ახლა საინტერესო რა არის, იცი, ლალი, რა მინდა გითხრა. ამ ხელა პოსტს წერ და კომენტარები გაქვს ჩაკეტილი. რატო შეკაიდეთ მამიშვილო, თუ ამნაირი კაი კაცი იყო შევარდნაძე, კომენტარებს რატო უკეტავ? შემოვა ხალხი და დალოცავს და კაი სიტყვის. მაგრამ იცი კარგად, რომ არ დაიწერება მაგ კაი კომენტარები და იმიტომ კეტავ მაგ კომენტარებს. და საერთოდ შევარდნაძე ის პერსონა არის, რომელიც ისე მოკვდა და ისე დაიმარხა საქართველოში, რომ დღემდე ყარაული ადგას საფლავზე, რომ ვინმე არ ამოთხაროს საკუთარმა ხალხმა. და ადამიანს, რომელსაც საკუთარ მიწაზე თავისუფლად დამარხვის ეშინია, ის არ არის კარგი კაცი. ის არ არის კარგი კაცი და მისი სკოლის გავლა და მისით სიამაყე არც ეს არის დიდი საამაყო საქმე ლალი. და რა თქმა უნდა, ის კიდე ცალკე საკითხია, რომ ქართველი ერის ამომგდები და დამაწყევარი და ქართველი ერის მართლა გამოყვანილი აი ესეთი უნივერსალური ჯიში, როგორც იყო შევარდნაძე, რომ გიყვართ და ივანიშვილი რომ გიყვართ, თქვენ რა პიროვნება ბრძანდებით, ვინ პიროვნება ბრძანდებით, რომ ამდენი უბედურების მომტანი ადამიანი სიმპათიებით რო ხართ. და იმასაც ვერ ახერხებთ, რომ კომენტარები გახსნათ, რომ ხალხმა კომენტარი დაგიწეროთ. იგიც თქვენმა წრემ, აი სამეგობრო წრე, რომელიც გყავს, იმათგანაც კი თავს იზღვეთ. ხო და სანამდე ამ ქვეყანაში იქნება საკუთარ მიწაზე ამოთხრის შიშით ყარაულდამდგარი პრეზიდენტების ქებადიდება, სანამდე იქნება გვარგადაკეთებული და გვარდამალული ივანაშვილი ხოხაშვილის ქებადიდება, მანამდე ქვეყანას არაფერი არ ეშველება. ნამდვილად არ ეშველება. ამ ქვეყანას მაშინ ეშველება, როდესაც თქვენ შევარდნაძის მოყვარულებს, ივანიშვილის მოყვარულებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თქვენ რო არ მოგეწონებათ ისეთი ადამიანი რომ მოვა, როგორც იყო ცხონებული ზვიადგამსახურდია. აუცილებლად ვარლამ არავიძის ბედი მოუწევს ისე ედვარდ ამბროსევიჩს და აუცილებლად იქნება თავის დროზე ლალი ამოთხრილი მაგე თავისი ადგილიდან და იქნება ოდნავ ცოტა მოდუნდეს სიტუაცია ქვეყანაში და იქ ყარაულს შევარდნაძის საფლავზე დგომის თავი არ კონდეს და აი ძალიან კარგად ნახავთ რა მოუვა. ხო.
და ბიზნესაც ისე წოუა საქმე მაგის თუ იმნაირ პანთეონს არ ააშენებს ძალიან შეხოთა შორის შევარდნაძეს და იმას რა ქვია ივანაშვილს ხოხაშვილს უბრალოდ დავანებოთ თავი ახლა კაცო დავანებოთ თავი ასვერჩით ისე წაუა ბიზნესაც საქმე რო საკუთარ სამშობლოში ვერ დაიმარხება საფლავზე ისე ვერ დაიმარხება ისე რომ ვინმე არ ამოთხაროს ხო და სხვათა შორის ისე რო იცოდეთ არც შევარდნაძე არ იყო ქართველი არც მისი წინაპარი იყო ქართველი და იგენი საერთოდ რა ვიცი ზოგი პოლონელს ამბობს ზოგი ბერძენ ებრაელებს ამბობს შემოვიდნენ საქართველოში სოკოლოვების გვარით და ცხოვრობდნენ დასახლდნენ და მე გადაიკეთეს შევარდნაძით ხო ასღაშოს არც ჟორდანია იყო როგორც ამბობენ ასევე ქართველი ჟორდანების შთამომავალი იყო იტალიური წარმოშობა ჰქონდა ხო და მთელი ამ ვაკხანალიის პერიოდში საქართველოს ყავდა ერთადერთი ქართველი მართველი ეს იყო და ქრისტიანი მართლმადიდებელი მართველი ეს იყო ზვიად გამსახურდია და ეს ადამიანი ვერ იგუა ამ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ერმა თურმე ეს იყო თურმე ცუდი და მის მერე სოკოლოვის სააკიანის რა ვიცი ახლა იმის ნამდვილი გვარი არ ვიცი ახლა რა გვარისაა ბიზნე მაგის არ ვიცი მაგრამ ქართველი ებრაელი როა ფაქტია ხო მის მერე მის ნაშენებ ქვეყანაში ბედნიერად ცხოვრობს ამიტომ დღევანდელ ლაივს დავარქვი ასეთი სახელწოდება ბიზნეს შავარდნაძე სააკიანი და არეშველება იმიტომ ხდება რომ ქართველიერი განიცდის ამწარებას ქართველიერი განიცდის ტკივილს ქართველიერი არის აი ესეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყნის სათავეში მხოლოდ და მხოლოდ 6 თვე იყო ქართველი დარჩენი ისინი არც ერთი ქართველები არ იყვნენ და ყველამ სხვა ქვეყნების ხარჯზე სხვა ერების სასიკეთოდ საქართველოში გაატარა პოლიტიკა კიდევ ერთხელ ვამბობ და ხაზგასმით ვამბობ კიდევ ერთხელ ვამბობ ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას სარწმუნოებას თუ ის ადამიანი ქვეყნის პატრიოტია მაგრამ ასეთი ადამიანები გვარს არ იკეთებენ და გვარს არ მალავენ და ვინც მალავს ესე იგი იმას დასამალი აქვს რაღაც და კაცი რომ ის გვარს გადაიკეთებს და დამალავს იმ კაციდან კაის არაფერს არ უნდა ელოდებოდე და თუ ოდესმე ქართველი ერი აზრზე მოვა და თავმოყვარეობა გაიღვიძებს ქართველ ერში მამა ვინ ყავდა და რა გვარის ყავდა და ბაბუა ვინ ყავდა და რა გვარის ყავდა კი არა ბაბუის ბაბუა ვინ ყავდა იმასაც გამოიძებს გამოირკვევს ბოლომდე გახდის ცნობილს მის გენეალოგიის სიას დადებს ასე და ასე დაელაპარაკება ქართველ ერს რომ მე ვარ 3000 წლოვანი ამ ქვეყნის შვილი და მე მინდა ჩემი ქვეყნისთვის სიკეთე ესე შემდეგ და ესე შემდეგ კი ბატონო დავით სოკოლოვი იყო უდიდესი პიროვნება დავით სოკოლოვი იყო უდიდესი ადამიანი და არსებობდა ჩვენს ისტორიაში უამრავი ადამიანები რომლებიც იყვნენ სხვა ერის წარმომადგენლები მაგრამ და მე ვენაცვალე ყველა იმ სომეხს მე ვენაცვალე ყველა იმ აზერბაიჯანელს ვენაცვალე ყველა ბერძენი იყო თუ ვინ იყო ვისთვისაც საქართველოს სიამაყე იყო და ისიც სიამაყე იყო საიდანაც მოდიოდნენ და არა ისე რომ იმასაც ღალატობდნენ საიდან მოდიოდნენ და ამასაც ღალატობდნენ სადაც ღებულობდნენ მერე გვარსახელს აი ესა ამას ეროვნების გრაფის აღდგენა მარტო კი არ უნდა საერთოდ საქართველოში ბევრი რაღაც არის თავიდან ბოლომდე შესასვლელი და გამოსაკვლელი ლუსტრაციის კანონსაც უნდა მიღება ამოყვანა უნდა აი ყველა ხო ის ანტირუსეთუმეობებით არის სავსე ქვეყანა და ყველა ამ საბჭოთა კავშირს ლანძღავს და აგინებს ბიჭო რატო არ იხსნება კგბ-ს არქივები
რატო არ იხსნება? კი შენ შემოგევლე რაზეა ზაურ ლაბარაკია. აბოთვილელი ყავდა და პირველი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას პირველი მოწამე წმინდანი სომეხი ყავდა საერთოდ. შუშანიკი სომეხი რო იყო, ვინმე სხვა დაავიწყდა. მამიკონიანი იყო. ხო, ასე რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა სხვა რამეს აქვს. რატო არც ერთი არ ხსნის კგბ-ს არქივებს და რატო არ იღებს ამ ადამიანებზე ცნობებს, ვინ იყვნენ, რა იყვნენ, რას წარმოადგენენ? არ უნდათ მათი დიდი მასწავლებლის შავარდნაძის დროს შეკრებილი ბოზების და ჩათლახების სახელები და გვარები იქნას გავრცელებული. და იცოდეს ყველა ვინ იყო ნასეტკა, ვინ იყო ჩამშვები, ვინ იყო ნაბოზვარი, ვინ იყო ჩათლა. არა, ასე უკეთესია სტალინს დააბრალონ ყველაფერი. და ბერიას ორ დიდ ქართველს დააბრალონ ყველაფერი. და ამ ორი დიდი ქართველის ლანძღვაგინებით იცხოვროს საქართველოში გვარგადაკეთებულმა სააკოვმა, გვარგადაკეთებულმა ივანაშვილმა, გვარგადაკეთებულმა შავარდნაძემ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ამაზე უჯიშოებით რო ავსებული ესა რა ქვია ქვეყანა, რა თქმა უნდა ეს ლაპარაკი. მაშია საქმე. გამოსავალზე ჩემო ძმაო მილიონჯერ გვიმსჯელია და მილიონჯერ ვჟალობთ კიდე. გამოსავალი ის არის, რომ პირველ რიგში ისე დავცოტავდით ქართველები, ის რომ ერი დაჩიავდა და ის ამაზე არა ლაპარაკი და თუ ვინმეს მართლა აი ჩემთან ვინც კითხვას სვამთ, რა გვეშველება, მიბრძანდით ქართველთა დიდ გაერთიანებაში. მიბრძანდით ქართველთა დიდ გაერთიანებაში და არიან იქ კარგი ქართველები, განათლებული ქართველები და თაჯიკეთთან ისაუბრეთ მასთან ერთად, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ ხელისცეცებით უნდა მოუძებნოთ ერთმანეთი. და როდესაც ხელისცეცებით მოუძებნით ერთმანეთს, მერე შეიძლება რაღაცა გავაკეთოთ, თორე ვერანაირ გამოსავალს ვერ დახავ. ვერანაირ გამოსავალს ვერ დახავ. გვარგადაკეთებული, დამალული, გადამალული, გადმომალული და გამოვლიან მერე ესენი და რა ჩათლახები ვარ თუ ქართველებიო იტყვიან. ქართველები კი არა ვარ, ჩათლახები ეს ბოზიშვილები არიან, ჩათლახები როარც ქართველები ქვია და როარც იმიჯიშების საიდანაც მოდიან. გაერთიანდი ჩვენ შემოგივლე და აქ მერე გეგმაც და სალაპარაკოც და ბევრი რაღაცაც. ახლა გამოსავალი პირველ რიგში არის ძალის შეკვრა. თუ ქართული ძალა არ შეიგრება და თუ ქართველები არ შევიგრებეთ ერთმანეთის გვერდით და თუ ერთმუჭად არ დავდექით და ეროვნული ცნობიერების ირგვლივ თუ არ დავდექით, ჩვენ ამ შენიღბულ ემას რა ქვია ინტერნაციონალიზმს საქართველოში, რომლისთვისაც ყველაზე მისაღები არის ეს გლობალისტურ, ლიბერასტულ, პიდარასტულ, რა ვიცი, რაღაცა მანამდე არაფერი მეც ვიცი ჩემო ძმაო რო გაფრინდა ახლა ჩემთვის რაც გაფრინდა 40 წლისა ვარ და სამშობლოში ვერა ვარ და ცოლი არ მყავს და შვილი არ მყავს და არაბის ნაწევი არა ვარ და მე მინდა მაგის ახლა გინაცვალე ახლა რო გაფრენილი რო ეწყორება. მართლა ლაივების წერა ჩემთვის ის კი არა, ჰობი კი არა, და საერთოდ არ მომახედა აქეთკე. რო ჭირდება, იმიტომ ვაკეთებ ამას. და არა მარტო ლაივს და სხვა რაღაცებსაც, ხო? თუ გვინდა, ხო შევიკრიბოთ ერთად, ახლა თუ არ გვინდა, მაშინ ვიყოთ ისა, რა ქვია, ამათ მართლობის ქვეშ და ამათ გავლენის ისა და. რაც შეეხება დღეს ედვარდ ამბროსევიჩის პატიოსან სიტყვას გეფიცებით, ყველას, ვისაც შევარდნაძის დაბადების დღე გეამაყებათ, ვისაც შევარდნაძე გიყვართ, ვისაც ესა რა ქვია შევარდნაძის ნამოქმედარით და განვლილით ბედნიერები ხართ და ვინც ფიქრობთ რომ შევარდნაძე დიდი პოლიტიკოსი იყოს ქართველიერის ცხოვრებაში, მინდა გითხრათ რომ თქვენ არც ერთი კარგი ხალხი არ ხართ თუ შეგნებული მოღალატეები არ ხართ ქართველიერის. არ შეიძლება შევარდნაძემ რა გააკეთა? შევარდნაძემ რა გააკეთა? მე და ბატონი დებურგი ორხელიძე ვსაუბრობდით ერთხელ და უთხარი რომ თქვენ ზუსტად ისე მომხვდა როგორც მან თქვა რომ დღემდე შევარდნაძე არსებობს და დღემდე შევარდნაძის სისტემა არისო და ბევრისთვის ეს გაუგებარი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ დიახ, ნამდვილად დღემდე შევარდნაძე არის.
დღემდე შევარდნაძე არის და როგორ არის იცით? შევარდნაძე როდესაც მოეთხრია პარტიაში შინაგან საქმეთა მინისტრად და ასე შემდეგ, თუ სადმე იყო ერის ნაგავი და ბალასტი, ყველა შეკრიბა, ყველა შემოიკრიბა, ინფორმატორებით დაწყებული ჩამშვენები ესენი, ისინი და ეს გახადა მისი დასაყრდენი ძალა საქართველოში. შევარდნაძის ძალაუფლება, შევარდნაძის მართლობა ეფუძნებოდა გადაგვარებული უჯიშო ქართველებზე საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნას. და მოვიდა ის ხელისუფლებაში, სხვათა შორის ძალიან კარგი ადამიანი იყო და მართლა ქართველი კაცი იყო მჟავანაძე. იმის დაღუპვით, იმის ხარჯზე და დაიწყო უკვე მერე ეს უკვე ავტომატური პროცესი ჩაირთო, ეს ბიონაგავი, მათი შვილები უჯიშოთა შთამომავლობა, ეხლა შვილიშვილები არიან, მერე შვილთა შვილები იქნებიან და საბოლოო ჯამში დედას უტირებენ ამ ქვეყანას. სიმართლე არის ეს. არა აქვს სხვა სიმართლე. არა აქვს სხვა სიმართლე. შევარდნაძის ბარის დამკვრელი და მაგის საფლავის მართლა მაღირსებელის რა. ზვიად კარგახანი არ გვისაუბრებია და ეცდები რომ მქონდეს ბატონ დემურთან ჩართვა. აი ეს არის. აქ ნაციონალიზმზე და რაღაცაზე კი არ არის საქმე. აქ არის ერთ მარტივ რაღაცაზე. ქართველმა ერმა უნდა იცოდეს, სახელი სიმართლე უნდა ერქვას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. რა არის უბედურების სათავე? ვინ არის უბედურების სათავე და რა გვჭირს ჩვენ? აი ეს გვჭირს. გვარგადაკეთებული ქართველები ხელისუფლებაში, რომლებსაც ეზიზღებათ ყველაფერი ქართული, რომლებიც მტრები არიან ყველაფერი ქართულის, რომლებმაც ამოგვიღეს ეროვნება, რომლებმაც ამოგვიღეს მამის სახელი, რომლებმაც გაგვიყიდეს სამშობლო, პირდაპირი გაღიბ, რომლებმაც გაგვიწყვიტეს ერის გენოფონდი, რომლებმაც გაგვიქციეს საქართველოდან ჩვენი დები, ძმები, დედები, მამები, სულ ყველა, რომლებმაც გაყიდეს ქვეყანა, ახლა არაბებზე და ინდუსებზე და თურქებზე და ირანელებზე და ასე შემდეგ და გელაპარაკებიან საქართველოს და ქართველების სახელით. ამათ საქართველოსთან არაფერი არ აკავშირებთ. ქართულად ლაპარაკობენ, მაგრამ ისიც არაა ქართული ეგენრო ლაპარაკობენ. მაგას ქართული არ ქვია. ხო? აი ესაა უბედურება. და უბედურება არის რა იცი? აი, უბედურება არის ის სვანი კაცი რო არის, უშგულელი კაცი რო არის, გვარად და იმას ამბობს, რომ გვარს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რა სახელი უნდა ქონდეს. რა სახელია ივანიშვილს? რა სახელია ივანიშვილს საქართველოში? რა გააკეთა ეროვნული და გმირული საქმე? კოჰაბიტაცია. საერთოდ არ იცოდა ქართველმა ერმა იქ სახელი. არაბიზაცია. ანტიდისკრიმინაზაცია. ჩათლახობა, ბოზობა და გადაგვარება. ასია. თუ ეს არ მოხდება ამ ქვეყანაში, ეფელი არ იშველება ამ ქვეყანას. ეფელი იქნება ასე ებრაელების, სომხების, ბერძნების, სხვა რჯულის არაფერს არ ვერჩი მეიმერებს, არაფერს არ ვერჩი იმ ადამიანებს, რომლებიც მალავენ, ვინ არიან სინამდვილეში და ქართველობას იბრალებენ და არც ქართველები არიან და არც ისინი არ არიან. და იქნება ასე. მორჩა, სხვა დამთავრდება სხვა შემთხვევაში საქართველოს ნელ-ნელა რომ დამთავრდება ვერ ხედავთ. ქართველი რო საქართველოში უკვე ხელის ცეცებით არის, ახლა ცნობიერებით ქართველზე უკვე ლაპარაკი აღარ ამაქვს. ცნობიერებით ქართველი ცოტა სხვა ფენომენი არის კიდე და მაგაზე ზედმეტია ლაპარაკი. ცნობიერებით ქართველობაზე იტყოდნენ რომ მართლმადიდებლობას რო იღებდა ვინმე კავკასიაში გაქართველდაო ამას ამბობ. და ქართული ცნობიერებით ბევრი აზერბაიჯანელი და სომეხი და ბერძენი და სხვა ერის შვილი მინახავს საქართველოში, რომელიც თუნდაც 10 თაობა ქართველები იყვნენ, აწევენ მათ ჯიჯილაგიანად. ცნობიერებით ქართველობაზე ზედმეტია ლაპარაკი. უბრალოდ ეთნიკურად ქართველი ძრო აღარ რჩება უკვე, ამასაც უნდა ხდებოდეს ადამიანი. თქვენ დადექით და ილოცეთ ღმერთმა დაგლოცოს ბატონე ბიძინე ხუხაშვილო. იშა მოგვაშორე ომი არა. ამ მნიშვნელობა აქვს ხალხო ახლა
ივანიშვილია, ივანაშვილია, ხუხაშვილია, დელშტეინია, ისა რა ქვია, რა ვიცი რა გვარია კიდე ღმერთმა იცის. თავარია ომი ხო არა ქვეყანაში. საჭმელს ხო აჭმევს ხალხს კაცო. პლანის დეკრიმინალიზაცია, აბა. საჭმელს ხო აჭმევს ხალხს. აგერ ახ გაიაფებს კიდე საჭმელს ასმელებს და აი და მიძინა ჭამესმე და იძინა და ბედნიერი იქნება ხალხი. აი ეს ხალხი და ეს აფირისტი ხალხი არის თავარი პრობლემა ქართველიერის. დანარჩენს ყველაფერს მოივლება. და ერთობა ქართველიერში ზუსტად აი ამად გამოარდგება. იმიტომ ესენი როგორც სექტა ისეა ჩაბუდებული. ნუ ასე ეგეთი ადამიანები ქართველისთვის კი არა, არავისთვის არ იქნებიან, იქნებიან მისი თავისთვის და მასთან ცოდვით დაკავშირებულ ადამიანებთან ერთად. იმიტომ რომ არაფერი ისე ადამიანებს არ აკავშირებს ერთმანეთთან, როგორც ცოდვა. შევარდნაძეს მოუდგან პატრონი მის მყარებელს და მის მოტრფიალეს თუ ვინმე არის კიდევ საქართველოში. ამას დავამატებდი ბოლოს და ამ ამაღლებულ ფონზე დაგემშვიდობებით მომდევნო შევარდნაძის დაბადების დღეზე ვისურვებდი რომ შევარდნაძე ქართულ მიწაში არ იყოს და ამოთხრეული იყოს და მტყვარს იყოს გაყოლილი ეგერ და ჩაიტანოს აზერბაიჯანში. ეს იქნებოდა ჩემი როგორც ერთი რიგითი ქართველის დიდი ბედნიერება. რაც შეეხება ივანაშვილის მონებს, დამთავრდება ივანაშვილი და დამთავრდება თქვენი დროც საქართველოში. დამთავრდება. ყველაფერს აქვს დასასრული. ძალიან ცუდად დამთავრეთ. მე მითქვია და დამჩენი თქვენ იცით. ახლა თქვენ კი ფიქრობთ, რომ ვინც მოვიდა გაუმარჯოს მედროვე ხალხი ხართ და იმასაც შეუძრებით, მაგრამ როგორც ყვარყვარე ვერ შეუძრა იქ მოსულ სიტუაციას, ისე იქნება თქვენი სიტუაციაც რა. სამყარო იცვლება, მსოფლიო იცვლება და მხოლოდ და მხოლოდ ნეოკონსერვატიზმი იმარჯვებს სამყაროში, იმიტომ რომ ეს დანარჩენი ყველაფერი თავსმოხვეული იდიოტიზმი არის ეს ნაციონალ-სოციალიზმის გარდა რეალურად ერებისთვის, პატარა ერებისთვის, იმპერიებზე არ მაქვს საუბარი, პატარა ერებისთვის უკეთესი გამოსავალი ნამდვილად არ არის. კარგად ბრძანდებოდით.